მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მადლობელი ვარ თვითვეული თქვენი კომენტარის უკავშირისთვის. იცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ შორის იყოს ბალანსი და კავშირი, როდესაც თქვენ გამოდიხართ უკავშირზე, რა თქმა უნდა, თქვენთვის უფრო რეზონირებადი ხდება ესა თუ ის გაშლა. დღეს მე მინდა ერთ-ერთი ჩემი აქტიური მაყურებლის თხოვნა გავაჟღერო და გავაკეთო ამაზე გაშლა. ეს არის მიზეზი, რეალური მიზეზი, რატომ არ ხართ ერთად. მიზეზი, რატომ არ ხართ ერთად. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად და პირად გაშლაზე კი შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. პირველი ვარიანტი, ნახოთ რატომ არ ხართ ერთად. პირველი ვარიანტი იქნება ვეფხვის თulis სამაჯური. აი, ნახეთ, ჩანს? არ ჩანს მგონი. ეს ვეფხვის თვალი, პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი იქნება ამეთვისტო. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი, კონცენტრირდით. წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, ვისაც უყურებთ ახლა და ამჟამად გაშლას და დახუჭეთ თვალები, თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი. აქ თქვენი ინტუიცია ახდენს სასწაულს და არა ეს გაშლა, აქედან გამომდინარე მინდა რომ სწორად აირჩიოთ თქვენი ვარიანტი. დავიწყოთ პირველებო, მოგესალმებით და ვინც აირჩიეთ ეს ვეფხვის თვალის სამაჯური და პირველი ვარიანტი. შეიძლება ამ ადამიანს აქვს ოჯახი და აქვს სტაბილური გარემო, სადაც ის მუდმივი საზრუნავით არის დაკავებული. რა არის კიდევ კი ნამდვილად სტაბილური გარემო აქვს ამ ადამიანს, შეიძლება დაკავებულია რაღაც ოჯახური პრობლემებით და ცდილობს აი ამ ლაბირინთიდან გამოსვლას, ცდილობს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და როგორმე თავი დააღწიოს აი ამ შექმნილ სიტუაციას, თუმცა აქედან ძალიან უჭირს გამოსვლა. შეიძლება ეს ყოფითი პრობლემები იყოს, როგორც აღვნიშნე, ოჯახის საზრუნავი, ტვირთი ოჯახური გარემოს თავის დაღწევა ძალიან უჭირს. თუ ნამდვილად იცით რომ თქვენს ადამიანს ყავს სტაბილური ოჯახი, მაშინ განაგრძეთ ყურება. თუ მას არ ყავს ოჯახი, მაშინ იცოდეთ რომ შეიძლება ფინანსური საკითხებით, სამსახურეობრივი საკითხებით და საზრუნავით იყოს ეს ადამიანი დაკავებული. კვლავ მიზეზს ვიკითხავ, კიდევ რა არის მიზეზი იმის, რომ ერთად აღარ ხართ. კი, მუშაობს ეს ადამიანი, მარტოს უწევს გაართვას თავი, აი ამ სამუშაოს, აი ამ ტვირთს და შეიძლება წამყვან პოზიციაზეც იყოს სამსახურში და ყველაფერი მასზე იყოს დამოკიდებული. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს ადამიანი იმდენად გადაიღალა, რომ ჯანმრთელობის პრობლემაც კი ქონდეს ახლა და ამჟამად და ახლა გადიოდეს იმ ეტაპს, როცა გამოდის აი ამ კრიზისული სიტუაციიდან და ერთგვარ რეაბილიტაციას გადივს. მოდი ვნახოთ, რამდენად უჭირს უთქვენობა ამ ადამიანს, რამდენად უჭირს
რამდენად უჭირს უთქვენობა ამ ადამიანს. ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცა და რაღაც მოდის ისეთი ენერგიები, შეიძლება რაღაც დაკარგა სერიოზული ამ ადამიანმა, შეიძლება ეს მატერიალური კეთილდღეობა დაკარგა და თავიდან მოუწია რაღაცეების კეთება, შეიძლება ახლობელი გარდაეცვალა ამ ადამიანს და ძალიან რთული პერიოდი გაიარა, მაგრამ ამ ადამიანისთვის ნამდვილად ხართ ძალიან როგორ გითხრათ, აი ესე ცეცხლოვანი, ენერგიული, ქარიზმატული ქალბატონი, რომელიც იზიდავს აი ამ თავისი ენერგიებით, მას შეიძლება ცეცხლოვანი ნიშანიც იყოს თქვენ და შეიძლება თქვენ იყოთ ზოდიაქოთი ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი, მაგრამ ეს ნამდვილად არაფერს არ წყვეტს თუ არ ხართ, უბრალოდ ძალიან ქარიზმატული ქალბატონი ხართ და მას ნამდვილად აქვს ემოციები თქვენს მიმართ და ფიქრობს კიდეც რომ გამოვიდეს კონტაქტზე. რას მოიმოქმედებს მომავალ ერთ თვეში ეს კონკრეტული ადამიანი? თქვენს მიმართ რას მოიმოქმედებს? მეგობრებო, ეს ადამიანი აი იმ წამოწყებულ საქმიანობას ძალიან წარმატებით გაართმევს თავს, აი იმ ჩანაფიქრს, რომ აი იმ ლაბირინთიდან გამოვიდეს, გამარჯვებული გამოვა ნამდვილად, მაგრამ იცით როგორი გამარჯვება იქნება? როდესაც თვითონ აი იგრძნობს თავს ამაყად, თავის თავზე ეს ადამიანი კიდევ უფრო აიმაღლებს თავის ეგოს და იტყვის მეს შევძელი, მეს გამომივიდა და აი მომავალ ერთ თვეში ეს ადამიანი შეცდება გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე. რა სახის კონტაქტი? კი, მიუხედავად ეს ადამიანი საკმაოდ განიცდის აი ამ შექმნილ სიტუაციას, შეიძლება რაღაც ნეგატივიც იყო ამ ადამიანზე, ისე დაჯდა ეს ორი არკანი ერთმანეთთან, რომ შეიძლება ნეგატივს მე არ გულისხმობ მხოლოდ ჯადოს, შეიძლება ეს იყო თვალი, არასასურველი, რაღაცა ენერგიის დაბინძურება, ენერგეტიკის დაბინძურება, მაგრამ მომავალ ერთ თვეში ეს ადამიანი აუცილებლად შეცდება გამოვიდეს თქვენთან კონტაქტზე. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი და მე ძალიან მაინტერესებს, რამდენად რეზონირდა, დაგელოდებით კომენტარებში, დაგემშვიდობებით, მადლობა პირველებო რომ იყავით ჩემთან და მეორე ვარიანტს მივესალმები აქვე. ვინც აირჩია ეს ულამაზესი ამეთვისტოს სამაჯური და ნახოთ. რა არის მიზეზი, რის გამოც ერთად თქვენ აღარ ხართ? ნახოთ, მიზეზი. რაღაც ახალი ემოცია, რაღაც ახალი შემოვიდა მის ცხოვრებაში და რას უკავშირდება ეს? რას უკავშირდება? რაღაც ემოცია, მაგრამ ვერ გეტყვით რომ კარგი ემოცია. ძალიან დაღლილი ადამიანი, ძალიან ცუდად არის ადამიანი. ფიქრობს რომ აი ამის მეტი უკვე აღარ შეიძლება და აი ეს სადაც არის უკვე გაწყდება მისი მოთმინების ძაფი და მიზეზი აქ შეიძლება იყოს ქალბატონი. თქვენი დაშორების მიზეზი შეიძლება ვინ არის ეს ქალბატონი? ახალგაცნობილი ქალბატონი. ნამდვილად სიახლე მის ცხოვრებაში, თუმცა დიდად
აღფრთოვანებული არ არის და იმედი გაუსრულდა იქაც ამ ადამიანს. მიზეზი თქვენი რაღაც კრიზისული პერიოდი გქონდათ ისედაც შეიძლება ბოლო პერიოდში ეს ადამიანი ცივი გახდა თქვენს მიმართ, აღარ იყო ისეთი მოსიყვარულე, როგორც უწინ, რაღაც სიუხეშეს გამოხატავდა, გრძნობებში უკვე კრიზისი იყო თქვენ შორის და სწორედ იმ დროს შეიძლება რაღაც ახალი პატარა სათამაშო გამოჩნდა მის ცხოვრებაში, თუმცა ვერ გეტყვით, რომ იქ დიდი განვითარება ჰქონდა ამ ურთიერთობას, ამიტომ არ გრძნობს ეს ადამიანი თავს კარგად. უბრალოდ მიზეზი ის არის, რომ გრძნობებში, ურთიერთობაში გაჩნდა რაღაც ძალიან დიდი კრიზისი, უხეშობაზე გადავიდა, რაღაც თავის ძალის დემონსტრაციაზე გადავიდა ეს ადამიანი და თქვენ შეიძლება უკვე აღარ მოგწონდათ მისი საქციელი. რა სურს ამ ადამიანს? თქვენგან მოდი ვნახოთ ახლა. ამ ადამიანისთვის შეიძლება ადრე კომფორტის ზონა იყავით და კომფორტულად შეიძლება გრძნობდა თავს თქვენთან, მაგრამ როგორც გითხარით, არჩევანის წინაშე დადგა ეს ადამიანი რაღაც შეიძლება ამ ადამიანსაც მეუღლე ყავდა, ყოველ შემთხვევაში ქალი არის აქ და არჩევანის წინაშე დადგა ეს ადამიანი. შეიძლება იფიქრა, რომ ეს ახალი ადამიანი მას კომფორტს მოუტანდა და იქ მოახდენდა თავის ძალის დემონსტრირებას, რაც თქვენთან უკვე აღარ გამოსდიოდა. ეგოს დაიკმაყოფილებდა ამით. მოდი ვნახოთ მის თვალში როგორი ხართ ახლა თქვენ. მის თვალში როგორი ქალი ხართ ახლა თქვენ. ის ფიქრობს, რომ სხვათა შორის შეიძლება ეჭვიანობს და გონია, რომ სხვა ყავთ. ასევე ფიქრობს, რომ რაღაც მერყეობთ და არჩევანის გაკეთება გიჭირთ რაღაც მომენტში და შეიძლება ფიქრობს, რომ მანიპულირებთ მისით. თუმცა ძალიან ისეთი ადამიანი გონი ხართ, ძალიან მიზანდასახული. მოდი ვნახოთ მომავალ ერთ თვეში რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი. თქვენს მიმართ. მომავალ ერთ თვეში მე ვერ ვხედავ, რომ თქვენს მიმართ იმოქმედოს ამ ადამიანმა სამწუხაროდ, უბრალოდ აი იმ შექმნილი სიტუაციის გაანალიზებას კი დაუთმობს დროს ნამდვილად, ჩაუფიქრდება თავის ქცევებს და იმედია მიიღებს მერე სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ მომავალ ერთ თვეში ის მხოლოდ აი იმ თავისი საქციელის გაანალიზებას დაუთმობს დროს, რის შემდეგაც შეიძლება შემდეგ გამოვიდეს კონტაქტს. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი, მადლობელი ვარ, რომ იყავით ჩემთან და გელოდებით ყველას კომენტარებში დროებით.